ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. საქართველოს დღეს სავალუტო ფონდის მისია ეწევა 26 მაისისთვის მზადება დაიწყო და სხვა სიახლეებზე რამდენიმე წამში. მოგესალმებით 12 საათზე რადიო ათინეთის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს მუშაობას მე მარიამ შარანგი ვარ. საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ავსტრიის პრეზიდენტის პატივსაცემად სახელმწიფო სადილი გაამართეს გიორგი მარგველაშვილმა და ჰაინც ფიშერმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და ხალხთა შორის მეგობრობაზე ისაუბრეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გარდა ისტორიული და კულტურული კავშირებისა საქართველოსა და ავსტრიას საერთო ინტერესები და ღირებულებები აერთიანებს. თავის მხრივ ჰაინც ფიშერმა ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებულ კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა, ასევე საქართველოს ევროპულ არჩევანზე. ბრიუსელში დღეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ქართული დელეგაცია სხდომაზე დააყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები იქნება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილის თქმით, IDF-ის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ აუცილებელია საერთაშორისო საადამკვირვებლო მისიებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის ჩატარების საშუალება მიეცეთ. საქართველოში დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ეწევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა რამდენიმე დღის წინ განუცხადა, სავალუტო ფონდი ჩამოვა საქართველოში. 19 მაისს იწყება ფონდის მისია და ერთ-ერთი თემა, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ და იმედი მაქვს, რომ ფონდიც თავად დააყენებს ამ საკითხს, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი იქნება, აღნიშნა ხადურმა. გამშვებას დღის სხვა სიახლეებით განვაგრძობ. მოსკოვი დადებითად აფასებს ევროსაბჭოს ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებს უკრაინის კრიზისთან მიმართებაში. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა ვიზიტის ფარგლებში. ლავროვი ფედერიკა მოგერინის და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის 25 რეგიონში ექსპერტების გაგზავნასთან დაკავშირებით ვითარებაში უკეთ გარკვევას შეუწყობს ხელს. და გამოშვების ბოლოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიწყმულ სამხედრო საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც ჩაერთვება. ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისში 19-25 მაისს რეპეტიციები ჩატარდება. ღონისძიებისთვის მზადების ფარგლებში 19 მაისს 12 საათიდან 14 საათამდე ერთი ერთეული იროკეზის ტიპის შვეულმფრენი თავისუფლების მოედნიდან მიხელ მესხის სახელობის სტადიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით სავარჯიშო ფრენას განახორციელებს. ივნისს თბილისს პორტუგალიის ნაკრები ესტუმრება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით გუნდი საქართველოში 12 ივნისამდე დარჩება და სომხეთის ნაკრებთან 13 ივნისის მატჩისთვის მიხელ მესხზე მოემზადება. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი კრისტიანო რონალდო და მისი ნაკრები 4 დღის განმავლობაში თბილისში ივარჯიშებენ. 12-ში კი პორტუგალიის ეროვნული გუნდი ერევანში გადაფრინება, სადაც მეორე დღეს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს სომხებთან ითამაშებს. ახალი ამბები მარიამ შარანგიამ გაგაცანით. რადიო ათინეთის საინფორმაციო სამსახური სრულ საათზე დაბრუნდება. დროებით.